მოგესალმებით. ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეო ციკლს ვისაუბროთ ხევზე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ხევში მეცხვარეობის ტრადიციაზე. ჩვენთან ერთად არის მკვლევარი ბატონი ვაჟა მარსაგიშვილი და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო ამბებს მოვისმენთ დღეს მისგან. მოგესალმებით ბატონო ვაჟა. გამარჯობათ. რომ დავიწყოთ იქედან, როდის იწყება ხევში მეცხვარეობის ტრადიცია, ამ დარგის აღორძინება და მე რომ გავაკეთოთ შეფასება, რა როლი ჰქონდა ადგილობრივთა ყოფაში აი ამ დარგის განვითარებას. კლიმატიდან და გეოგრაფიიდან გამომდინარე და თვითონ ეს ლანდშაფტი როგორც უწყობს ხელს, მესაქონლეობა რაღაც დონეზე იყო განვითარებული. მაგრამ იმ მასშტაბით, რომ ადამიანებს ამისგან ესეთი რაღაც სოლიდური შემოსავალი ჰქონოდა, ცოტა რაღაცა ფინანსურად, ეკონომიურად ცოტა მაღალ საფეხურზე ასულიყვნენ, არ იყო ახლა მაგის საშუალება და რატო? იმიტომ რომ ზაფხული საძოვრები კი არის ბევრი. თა არის და ძალიან ბევრი მწვანე მასაა, მაგრამ აქ ზამთრის საძოვარზე იყო მთელი პრობლემა. ზამთარში როგორ გაკვებო, საწა იყვანო ეს. თუ მოამრავლებ, სადღაც უნდა გამოკვებო, ხო? ადგილობრივიდან აქ რომ მოთიბო ეს თივა და ადგილობრივი საკვები დაამზადო, არ არის ის რელიეფი აქ, ხო იცით, რომ აქ სწორ ადგილს ვერ ნახავ აქ და მთაში კიდე ადამიანი ფიზიკურად რამდენზღა გაეწევა იმდენს, რომ რამდენი უნდა ინახავდნენ და ყავდათ იმდენი, რასაც რა არის საშუალებაც ჰქონდათ რა საკვებთან დაკავშირებით. მერე უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და უფრო სადღაც მიახლოებით ესე 70-იან წლებში უკვე სურვილი გაუჩნდათ, რომ რაღაცნაირად ზამთრის საძოვრები აითვისებინათ. ყავდათ იყვნენ ადამიანები, ვისაც ცოტა ბევრი ცხარი ყავდა და ასე თუ ისე რაღაცა მოდი გავფართოვდეთ. აქ მერე უკვე ჩაერია ძნელი იყო ეხლა და ზამთრის საძოვრები სადმო მოეძებნათ. საქართველოში გადასულა და იქით შირაკში და იქით თუშებს ჰქონდათ და იქით კახეთის ცხარი უძოვდა და ამიტომ ჩილოკავკასია იყო ასათვისებელი. ჩილოკავკასია რო აითვისო, ეს არ იყო ადვილი საქმე. ჯერ ეხლაც ძნელი საქმეა და წარმოგიდგენიათ მაშინ. იმიტომ რომ იქ რო აძოვო ცხარი ძნელია, იქ ტელეკომუნიკაცია გჭირდება, ადამიანებთან ურთიერთობა გჭირდება, გზა უნდა გაიკვალო, მოკლედ რო ვთქვათ რა. ხო და გიგაურებს ყავდათ ცხარი მაშინ, მაგალითად სტეფანწმინდელებს. თორე ეს სხვა სოფლებში ყავდათ ცხარი და სიმონ გიგაურმა შესთავაზა სანდრო ყაზბეგს, მაშინ არის ის ნამწყოს არის მოგონები, რომ სანდრო რო ცხარში მიდის. ის 7 წელი. და თავის სურვილიც იყო და შესთავაზა თანამშრომლობა, ასე რო ვთქვათ რა. მოდიო ნამგალანი გავხდეთო. ნამგალანს ეძახდნენ, როცა და შესთავაზა რომ სარქალი გახდიო შენო. და სარქალი ვერ გავხდებიო სანდრო მოთხრა, იმიტომ რომ მე მაგის პრაქტიკა რა მაქვს, სარქალები იყვნენ უკვე გამოცდილი ძალიან მაგარი მწყემსები, რომლებსაც ავტორიტეტიც ჰქონდათ, საქმეც მაგრად იცოდნენ და ყველაფერი და ვეტერინარიაც იცოდნენ, ნუ თვითნასწავლი ვეტერინარი. ამიტომ სანდრომ არავა, ამან უთხრა რომ სარქალი იმ შემთხვევაშიო, რომ შენო მაინცო მიხეილის შვილი ხარო, გავლენიანი პიროვნება ხარო და თქვენი ოჯახიო და იქითო მაინცო შენო როგორც წინამძღოლი ისე იქნებიო, რომ კომუნიკაციაო, რუსული ენა კარგად იციო და შეგიძლიაო, რომ რაღაცაო დაგვეხმაროო და სანდრომაც ბოლო მეგობრობდნენ და უთხრა დათანხმდა და აი მაშინ იყო პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ოღონდ ეს ხდება სადღაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. იმას იქით ვერ ცდებიან ჯერჯერობით, იმიტომ რომ ნუ საკმარისი კი იყო, იქ არის ისეთი ადგილები, რომ სადაც გამოკვებავთ ცხარს და იქ და ნიუანსები იყო, იქ ვიღაცებს შეხვდნენ, იქ ვიღაცებმა ცოტა პროტესტი გამოხატეს იქაურებმა და მე რო გაიგეს რომ ეს სანდრო იყო და მიხეილის შვილი იყო და ურთიერთობა ჰქონდა მამამის და აი ეს პირველი ნაბიჯები გადაიდგა. პირველი ნაბიჯები რო გადაიდგა, მე უკვე რაღაცნაირად მოყვა ამას მერე სხვებმაც გაიტანეს გზა იქით და მაგრამ მერე უკვე რამდენიმე რაღაც პერიოდის მერე უკვე ხდება წინ წასვლა უფრო კასპიისპირეთისკენ. კასპიის ზღვისკენ, სადაც უფრო თბილი კლიმატიც არის, სადაც უფრო დიდი მინდვრებია, თვალუწვდენელი მინდვრებია და იქ ათასობით კი არა შეიძლება მილიონობით ცხარი გაკვებო. ამიტომ
და კარგუჩლებს, სოფლ კარგუჩლებს ყავდათ ძალიან ცნობილები იყვნენ როგორც ბევრი ცხრის პატრონები და ყავდათ ძალიან ბევრი ცხარი. და პირველი ინიციატივა და პირველი ამათ ლევანა იყო ყამარაული, კიდევ იქ მარსაგიშვილები, სოფელი ორი გვარია სულ, ხო იცით რომ ორი გვარია და იქ და ეტაპობრივად მოხდა მე აი ჩეჩნეთის ტერიტორიის იქით მე იქით გადასვლა და უკვე დაღესტანში, დაღესტანის და კასპიისპირეთი აითვისეს ეტაპობრივად. იქ როგორ იყო ეხლა იქ მართალია ეს ძალიან ძნელი საქმე იყო. იქ ჩხუბები, იქ დაჭრები, სიკვდილი რამდენი მოასვენეს იქიდან ახალგაზრდა ვაჟკაცი ვინ შეეწირა ამ საქმეს, იმიტომ რომ ეს ადვილი არ არის, მაგრამ იყო იქ ქირაობდნენ ადგილებს, რაღაც გარიგებები ხდებოდა, ბარტერი იყო. იქ ნაცნობობა, იქ ინგუშებში ათსაური კავშირები, იქ რაღაცა და ამ ყველაფერმა ნელ-ნელა ნაბიჯ უკვე აითვისეს მე კასპიისპირეთი. კასპიისპირეთი და მას მოყვა უკვე მე ცხრის მომრავლება. ზამთრის საძოვარი თუ აითვისე, ესე იგი შენ უკვე ზაფხული გარანტირებული გაქვს, აგერ თებში მაგის მეტი, ბალახის მეტი რა იყო და ზამთრის საძოვრებმაც ამან უკვე ჩამოაყალიბა დარგი. პრიორიტეტული დარგი, რის საფუძველზეც უკვე ადამიანებმა უკვე ასე ვთქვათ, კეთილდღეობა უკვე იხილეს რა. იყო იქ მერე გაცვლები იყო, რომ ამას ახლა მარტო ცხარზე ხარ იყო ლაპარაკი, იქ საქონელი იყო, იქ ცხენები, იქ რაღაცას ცვლიდნენ, იმას უდენ იქ ხორბალზე, იქ მერე ფქვილზე, ასეთ ვის ამოისუნთქა და ხალხ. მერე გასაბჭოების მერე გაკეჩაო რა, ესე იგი გაიტანა, გზა გაიტანა, ასე რომ ვთქვათ, რომ გაკეჩეს უკვე და რომ უკვე ჩავიდნენ და უკვე იქ დაფუძნენ ერთი ზამთარი, ორი ზამთარი. იქ თავიდან მერე ისინი შეუქმნიათ, იმას ეძახდნენ, რა ვქვია, ზემლიანკებს ეძახდნენ. მაგრამ რაღაც საცხოვრებელი მიწაში ამოთხრილი და ზემოდან სილოსით და იმით გადაფარებული და მერე მაგას მოყვა ნელ-ნელა უკვე ააშენეს უკვე კაპიტალური სახლები. მერე ზოგმა ოჯახი წაიყვანა უკვე იქ, დაფუძნდა. უფრო მეტად იქ მერე ცხარს მოყვა საქონელი. და უკვე ის ამის ნიადაგზე უკვე მერე რა იყო იცით ამ ჩილოკავკასიაში რო უკვე რო ფეხი რო გაიდგეს და უკვე რო იქით რო დაფუძნდნენ. ეხლა გზა იყო ჩილოედოსეთზე, გზა იყო ინგუშეთზე, ჩეჩნეთზე, იქ ნაცნობობა უკვე ურთიერთობები, იქ დამეგობრება და ძალიან ბევრი რამე სასიკეთო მოიტანა ამ. ძალიან ბევრი რამე. თვითონ ეხლა ისაც რო პარალელს რო გავალოთ შეგვიძლია თქვა, იმიტომ რომ 1893 წელს დაარსდა ქართული სკოლა ვლადიკავკაზში. იქ მერე იქით ნელ-ნელა ჩილოკავკასიისკენ მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც ზურგი ჰქონდათ, ზოგმა ვლადიკავკაზში იყიდა სახლი და იქიდან უფრო ახლო იყო იქ ჩასვლა და ბავშვების სწავლა-განათლებაც. ანუ ყიზლარობაზე ჩასული ხალხიც უკვე ხო, იმიტომ რომ იქ ისე იყო, რომ უკვე ადვილი იყო მისვლა-მოსვლა რა და ამან ამ პროცესმა სხვადასხვა ძალიან დიდი როლი ითამაშა რა, თვითონ მოხევების ეკონომიკურად წამოიწია ადამიანებმა და დარგი დაფუძნა. ამ მხარეს პრივილეგია მაგაში ჰქონდა. რომ თავისუფალი გზა ნახეს უკვე იქით. უკვე ჩამოყალიბდა ყველაფერი, იქ საჩხუბარი და საომარი უკვე იშვიათად რაღაცა იყო. თუ ესე კრიმინალებს და ვიღაცებს გადაეყრებოდნენ შიგადაშიგ, თორე დანარჩენი უკვე ასე რომ ვთქვათ, დაბალანსებული იყო ყველაფერი. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში როგორ ხდება უკვე ეს დარგი სახეცვლილებას განიცდის ხო და ეგ თემა რო გავშალოთ უფრო მეტად. როგორ გრძელდება მეცხვარეობა უკვე? გასაბჭოების მერე უკვე რაღაც პერიოდის მერე უკვე თვითონ ხელისუფლებამ უკვე ბაზა იყო ამისი, საფუძველი ჩაყრილი იყო, ასე რომ ნიადაგი მომზადებული იყო და ეს ხელიდან აღარ გაუშვეს ეს მომენტი და თვითონ ხელისუფლება მერე უკვე ოფიციალურად მოხდა ისე რომ ეს ტრასას ეძახდნენ, რომელიც ცხრის გადასარეკი ტრასა კასპიისპირეთის ის ტერიტორიები, სადაც ქართული ცხვარს უნდა გამოეზამთრა და უნდა ეძოვა, ეს გადავიდა საქართველოს იურისდიქციაში მთლიანად. ქართული მილიცია აცილებდა იმას შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაყვანის დროს, იქ ყველაფერი აბსოლუტურად იქ საგანმანათლებლო იქ სკოლა იყო, იქ ყიზლარში, იქ კასპიისპირეთში,
ისინი იყო, რა ქვია, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ფაქტიურად საბჭოთა ხელისუფლებას საბჭოთა ხელისუფლებამ ამ საფუძველზე დააშენა უკვე ჰქონდათ ადრე მოხევების მიერ ათვისებული ადგილები და ამის მერე უკვე განვითარდა მერე ეს დარგი. დადებითი, რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ მერე იქ ინფრასტრუქტურა შეიქმნა, აშენდა უკვე იქ სკოლები აშენდა, სამონტყოფოები აშენდა, სავაჭრო ცენტრები აშენდა. როგორ სავაჭრო ცენტრები ხა მაშინ მარკეტები და ესენი არ იყო, მაგრამ აი ეს რაიკავშირები, ცეკავშირის ფილიალი საქართველოსი გაიხსნა, მომარაგება იყო პროდუქტით. ასე რომ ვთქვათ, მე მოვესწარი რა, მე თვითონ იქ არა ვარ ნამყოფი. სამწუხაროდ ორჯერ წავედი და ორჯერ ისე მოხდა რომ ვერ ჩავედი იქ. რაღაცნაირად და მაგრამ გადმოცემით ხო ვიცი ახლა ჩემი ოჯახის წევრებიდან და ნათესავებისგან რომ საკმაოდ ნორმალურად ცხოვრობდა ხალხი იქ. თქვენი ოჯახის ტრადიციაზე რომ ესე იგი როგორც ვიცით გადმოცემით, პაპა მისდევდა ამ დარგს და მე რეპრესირებული იყო და არა მხოლოდ ის და აი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ, გაკულაკების ამბები რომ მოვყვეთ და არა მხოლოდ მისი ზოგადად ამ პერიოდში როგორ დაზარალდნენ ადამიანები. კი, სამწუხაროდ თუ საფედნიერო თუ მოკლედ როგორც პაპას ისე თავისივე ოთხივე ძმას და მთელ ნათესავებსა და ხეებს, მოხევებს, თუმეტეს კარგუჩლები ძალიან მისდევდნენ მაგ დარგს. შრომა უყვარდათ, გონებაც უჭირდათ და მეტი რა უნდა საქმეს. საკმარისი ქონება ჰქონდათ. ფაქტიურად პირველი ისინი იყვნენ, პაპაჩემი და პაპაჩემის თაობა იყვნენ ის პირველი ადამიანები, რომლებმაც აი ეს რაც ჩვენ ვისაუბრეთ, კასპიისპირეთის ათვისების პროცესი ვინც დააგვირგვინა. პაპას სახელმძღვანელი ნიკოლოზი ერქვა საბუთები და ისე კიკოს ეძახდნენ შინაურულად. ხო და იცით რა იყო მე როცა უკვე 2005 წელში პაპას რეაბილიტაცია მე რატომ იმას ხაზი გაუზვა პაპას რეაბილიტაციას რომ მოვკიდე ხელი როგორც რეპრესირებულის მაშინ მე მქონდა ესეთი მომენტი რომ ჩამეხედა იმ ჟურნალში ქონება ჩამორთმეულთა სია სადაც იყო იქ პირველი ეწერა პაპა და მე იყვნენ ძალიან ბევრი მისი ბიძაშვილები სხვა მოხევები, სხვა სოფლელები, გორისციხლები იყვნენ, ყაზბეგლები იყვნენ, სნოვლები იყვნენ, ახალწი ყველა სოფლიდან იყვნენ რეპრესირებული, ქონება ჩამორთმეული, გაკულაკებულები. რეპრესიები შეიხო, ვისაც ჰქონდა ქონება. მე ისაც ვიცი, რომ პაპას ჩამორთმეული ქონებით და პაპას ბიძაშვილის მარსაგიშვილი ჭერელაზე გიგო ერქვა სახელი ჭერელას ეძახდნენ შინაურულად. ერთი კოლმეურმა შექმნეს აქ. იმდენი ქონება ჩამოართვეს. რამდენი იყო ეს რაოდენობა სხვა რამდენი? იცით რა, ესე იგი, სადღაც მე როგორც გადმოცემით ვიცი, სადღაც 7,000-ზე ნაკლები ერთ კაცს. ეგ იყო აი ეს პაპას, ხო, კი, აი ეს ეგ როგორიც აი ზეპირად გადმოცემული, სავარაუდოდ, საშუალოდ გადმოცემული თორე. იმის გარდა ახლა იმ საქონელი იყო ბევრი ცხენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდძალი ქონება იყო, იმიტომ რომ იქ ლადიკა აბსოლუტურად იმათ უნდათ არაფერი არ დაეტოვებინათ. საერთოდ ნოლზე დაესვათ, მაგრამ პაპას გაზრდილმა ძმისშვილმა, მიშა მარსაგიშვილმა, ბიძაჭემმა მოასწრო და 200 სიცხარი რაღაცნაირად შეიტყო, რომ ეს იყო 200 სიცხარი ისაქნა რა ქვია, გამოარჩია უცბად და ხევსურებში, პირიქით ხევსურებში გადაურეკიათ პაპას ყავდა ძმადნაფიცი იქ. და იქ გადარეკა რომ მე იმით ირჩენდნენ თავს თორე აბსოლუტურად ის სახლი წაართვეს იმაში რა ქვია ვლადიკავკაზში რაც შეძენილი ჰქონდა დიდი სახლი ის გამოყარეს აი ესე ოჯახი კაი ესე мама იყო მაშინ 6 წლის უმცროსი ძმა და 4 წლის და 5 წლის და უფროსი და-ძმა 7 შვილი მერვე ძმისშვილი რომელსაც დიდა კუჩაში დატოვეს საერთოდ. იქიდან წამოსულები ახლა იმიტომ რომ ესე იგი ფაქტიურად დარჩნენ ნოლზე და აქ კარკუჩაში ხო ჰქონდათ სახლი და აქ რო ამოვიდნენ მერე და აქ რო გააგრძელეს ცხოვრება. ამ სახლის წართმევაც უნდათ და იმაზე რა ქვია რაღაცა დაწესებულება არ ვიცი ბიბლიოთეკად უნდა გადაეკეთებინათ თუ აღარ მახსოვს ყოველ შემთხვევაში რაზე მაგრამ აქედანაც გამოსახლებას აპირებდნენ.
მაგრამ მე რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ მე ბებეჩემი ჩავიდა და ფილიპე მახრაძეს უნდა შეხვედრო და თხოვნით და არ ყოფილა, არ დახვდა და განცხადებით მიუმართია მის მოადგილეს სახელი არ ვიცი და გვარი იმის და იმას რაღაც ადამიანობამ გაიხვიძა და იქ რაიკომში თუ რაღაცა რა ვინც იყვნენ აქ მამამარჩენლები მაშინ ბჭყალებში რომ რეზოლუცია დაუდია რომ სახლიდან არ გამოვასახლოვთო რა თორე უკვე ისე იყო რომ აქ ფაქტიურად ქუჩაში დატოვეს ადამიანები და ეს მარტო პაპას და ჩემო ოჯახზე არ არის აქ ლაპარაკი აქ ბევრი იყო მასე ძალიან ბევრი იყო რამდენი ადამიანი თქვიწერან რამდენი ახსენე ეგ რეპრესირებული აიცი რა რაოდენობრივად ზუსტად არ მახსოვს მაგრამ საკმაოდ იყო თითო სოფლიდან მე ხლა მე პირველი თვალში რაც მომხვდა ხო იცი მაინც თვალი გაგექცევა შენიანებზე და რაღაცა კარკუჩლებზე და იქ ძალიან ბევრი კარკუჩელი იყო მარსაგიშვილები ყამარაულები იქ სოფელი კობი სიონიდან ყანობიდან მახსოვს გორის ციხლები იყვნენ ნუ რა ვიცი ახლა მიახლოებით რო გითხრათ შეიძლება ერთი 50-70 კაცი მაინც ოჯახი დააქციეს მაშინ აქ და მე მაშინ არის იმის მე მოყოლილი ის რომ ეს მე დადიოდნენ კარდა ეს ფინაგენტები და ისინი და იმას ყველიან კასრებში რო ეძებდნენ იმას რომ ვის რამდენი ყველი ბოლო ლუკმას ართმევდნენ ადამიანებს ეს არ არის ვიღაცების გაბუქებული და რამე ეს არც არ შორიწარსული როგორ არის მე ჩემი ასაკის ადამიანი რასაც ჩემი ოჯახის წევრები მიყვებოდნენ ჩემი მამიდები და მამას არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი ისე ძალიან მტკივნეული იყო ძალიან მტკივნეული იყო და ამიტომ მამა ძალიან ერიდებოდა ხოლმე შიგადაში გრამეს თორე მამიდები და უცროსი ბიძისგან ბევრი რამე მაქვს გაგონილი ამიტომ ეს არ არის შორიწარსული ეს არის აი სულ გუში აი ხლა ამ ოთახში სადაც ჩვენ ვზივართ აქ იმართებოდა ეს დიალოგები სულ გუშინ და გუშინზე ამიტომ მე გადაასახლეს ხო გადაასახლეს და გადაასახლეს შუა აზიაში გადაასახლეს იქ თავის ლექსი აქვს ავტობიოგრაფიული ლექსი და გადაასახლეს და იქ ხდება რა გადასახლებაში არის შუა აზიაში და იქაც სხვარია და იქ სადაც ჩასახლებაში არის გულაგების ლაგერში იქაც სხვარი ყავთ ჩამორთმეული ვიღაც იქაურების და ისე და ჩეკას ოფიცრები და ისინი ჯარისკაცები იმათ რა იციან ამის მწყემსვად რა და თურმე ეხოცებოდათ ის სხვარი და ამეთვის უთქვიათ რომ წყემსი მანდ არავინ ახართო ამ პატიმრებისთვის და პაპას უთქვავს რომ მე ვარო ეგ საქმე იცოდა რა თუ იცოდა და ელემენტარული რაღაცა ყოფილა თურმე რა და პაპას გადაურჩენია თურმე სხვარი გაუმრავლებელი ჩააბარეს და აწეც თუ მეძახდი დაძლებდი ნუ კან იმიტომ რომ მეტი და თავის ლექსშიც მაგას წერს რომ ტუსაღად ნუ გეგონებით ხაზეინი ვარ ცხვრისაო ორი თანდამდეს თათარი სამი მიზიდავს პურსაო იმიტომ რომ შეხედეს რომ ეს შრომელი კაცი ამანიც ის ეს საქმე და ეს რატო გავწიროთ რატო მოკლათ კაცო რატო მოდი რა გამოვიყენოთ რა და აი ესეთი აი ეს გადასახლებისში აქვს დაწერილი მე ეს ლექსი რა ზუსტად რა რაზეც გახსოვს ხო მახსოვს კი მახსოვს წაიკითხოდეთ წერილი ცხოვრება მეცხოვრისაო საბნად მეხვია ღრუბელი ლოგინი მეგოქვისაო ფეხთ მეცოძროხის ქალბანი ჯოხი მეჭირახისაო თაბარიშა მოვიარე და მწყემსი ვიყავ ცხვრისაო მამა დგებოდა ქარბუქი გამაგზავნილი ცისაო ხან ყინულები მტანჯავდა ხან შიში მქონდა მგლისაო მე იქ წერს ლექსი აქვს ის მოენატრა ბუნება თავის სამშობლო და თაო გასუქდი ტიალო აივსი ბილილითაო ვეღარ მაგივა მეცხოვრე შამაგხდეს ყვირილითაო მაინც კი გაქებ გადიდებ კერდის სავსე გაქვს რძითაო ვეღარ მეცხოვრე ვეღარ შემოხდებო პატიმრობაში ვართო ვინც კი თაში მოსიარული იყო და მაგარი იყო ყველა პატიმრობაში ვართო და დარჩი ობლადო მთავო და მე იქ არის ძალიან ესეთი ლექსია რა ეხლა გეტყვით მეთქე პაპა იყო 52 წლის როცა გააკულაკეს 50-52 წლის არის 3 წლის მერე დაბრუნდა ცოცხალი ეგ რაღაცა გამორჩეული ფაქტია ხო ეგ როგორ იყო იცით გულაგების ლაგერებიდან იშვიათად იყო რომ ვინმე ცოცხალი მობრუნებული იყო რა რატო დაბრუნდა
დაბრუნდა, ნუ დაიმსახურა იქ ეხლა თავისი შრომით, თავის ის და ეხლა იფიქრეს რომ მოდი ეხლა ამ კაცს ეხლა ისინი ხო მთლად უტვინოები არ იყვნენ, ვიღაცას ხო ქონდა იქ ანალიზის უნარი, ხო და მოდი ეხლა ეს კაცი რატო გავწიროთ, კაცო, აქ ამდენი საქმე გააკეთა. თავიც გადაირჩინა. მოდი გავუშვათ ეხლა ეს სახში და იქაც ხო იმის სახელმწიფოსთვის ხო რაღაცას ხო შექმნის, ხო? ეს ხო არ იქნება ის, მაგრამ საქმეც იმას ხა და რა იყო, იცი ეხლა უყურე, გადასახლებით ბევრი ვინც გააკულაკეს ხევში. ბევრი არ გადაასახლეს. მარტო გააკულაკეს, მაგრამ პაპა ჩემი, აი გჭირდა რომ ახსენე წეგან. და კიდე რამდენიმე კარგუჩელი იყო გადასახლებული და რატო? და ის ნიკალაც მარსაგიშვილიც საველის პაპა. 24 წლის აჯანყება ქაქუცასთან ურთიერთობა. მოყვეთ, იმიტომ რომ ჩვენ ეგ ცალკე ვიდეოში ჩავწერეთ. ხო. ესე იგი ესენი მეცხვარე იმის გამო ქონება ჰქონდა. ამათ ქონება ჰქონდათ. მაგრამ გადაასახლებინ, იმიტომ რომ ქაქუცასთან არის. იმიტომ რომ 24 წელში იყვნენ დაჭეrilები ესენი და დახვრეტაზე იყვნენ. მოყვეთ ეგ ამბავი. დახვრეტაზე იყვნენ ესენი, ამათ ცხარი ედგათ გადასასვლელზე, გუდამაყრისკენ გადასასვლელზე იქით ქვენამთას. ხო. ის და როცა ეს აჯანყება, როცა ქაქუცას აჯანყება ჩაეხშო, შეფიცულები ხო დაიფანტნენ მაშინ და ნაწილი ხო მთაში ძირითადი ნაწილი მთაში წავიდა და რომ ეძებდა ეს ხელისუფლება, ეძებდა ესენი ზევით მთაში და მაშინ მოხდა ამათი ურთიერთობა. მაშინ მოხდა ამათი ურთიერთობა, ამათ შეიფარეს, რა თქმა უნდა, აჭამეს, ასვეს, ეხლა ცხარი იქ იყო, საჭმელი ჰქონდათ ყველაფერი და ხოდა, მაგრამ იქ მეერე საინტერესო ის არის, რომ როგორ რაღაცნაირად მოხდა, რომ ეს ხელისუფლება მჩეკამ გაიგო. მაგრამ იმდენად ვერ იყო ისეთი ინფორმაცია, ძალიან მყარი და ძლიერი ინფორმაცია, რომ ესე იგი კი დაიჭირეს მეტეხის ციხეში ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე ვერ უმტკიცებდნენ, ბოლომდე რომ ვერ დაუმტკიცეს. მოდი ფიქრობენ ახლა ხო იქ რომ მოდი მაინც ეჭვმტანილები არიან და მოდი დავხოცოთ რა რაში გჭირდებიან, ესე მაინც არ არიან სანდო ხალხი. ხო და იქ ხდება ზუსტად რომ ის კონტაქტზე გამოდის ციხის თანამშრომელი ჩეკას ოფიცერი. სახელად გიორგი. რომელიც ჭკუას არიგებს და ეუბნება ამათ რომ მე არ მინდა რომ მოხევებს პატივსაცემ, მე ძმადნაფიც იყვავს მოხევე, რომლის სახელს და გვარს არ ამბობს ის. სახელს ამბობს, გვარს არ ამბობს. გვარი არ თქვა იმ კაცის. შეგნებულად არ ამბობს ის, იმიტომ რომ მაშინ არავინ არაფერში არავის არ ენდობოდა. ხო და ეს ეუბნება, ეს ჩეკას ოფიცერი ეუბნება ჩუმად რომ ეს საიდუმლოდ რომ გაგიყვანენ დახურეთ იმაზე რა ქვია, დაკითხვაზე ტროიკაზე. და დოკუმენტს დაგიდებენ, პატიმრობაზე მოაწერე ხელი. იქ 10 წელი ეწერება, 5 წელი ეწერება თუ 1 წელი ეწერება თუ რაც ეწერება, შენი რომ თავი გაიმართლო და შენ ვარ დაუწყო იქ შელაპარაკება. ამიტომ გაიწირებითო იცოდეთო თქვენ, ამიტომ უთხრა რომ პაპაჩის უთქვავს რომ ეს ცოტა უფრო დაბალანსებულია თავის ემოციებითო, ვიდრე ნიკალა და ჭერლავო. ისინი ცოტა ფიცხები იყვნენ რომ ესენი არაო, ჯერ ეს როგორც კიკო მოიქცევა, ისე მოიქეცი თქვენსაო და ეს შევიდა პირველი, ეს გაუშვეს იმაზე, დაკითხვას. როგორც ამან დაარიგა ეგრევე. ამან და როგორც კი როგორც დაარიგა და როგორც ქაქუცარის, ქაქუცარა, ქაქუცა ეს ეუბნება ჩვენ ბატკნებს ვეძახით, კაცო, მოფერებით ქაქუცებს, მე კაცის სახელი თუ იყო, არ ვიცი, მე არ მესმო, პირველად გავიგე და აბა იქით მაუზერით შეშინება, შუბლზე დადებები, მთელი უბედურებები და ხო. მაშინ ისო რა ქვია, მოაწერე დოკუმენტს ხელიო რომ იმას რა ქვია. თუ მართალი იმას პატიმრობაზე მოაწერე ხელიო და აი დოკუმენტია და მან წერია ისა და მე ხო გარიგებული იყო კაცი ხო როგორი არ მოაწერე ხელს და კლავენ ხრეტენ მოაწერე ხელი და ის 1 წელი იჯდები თუ 5 წელი იჯდები ბოლომდე ცოცხალი ხო ხარ არა მოწერის შემთხვევაში შეიძლება დაეხრიტა ეგ არ არის მაგისგანაც გარანტირებული არ იყო მაგრამ ბოლო ალტერნატივა გააქვს ხო გადარჩნენ ხო სხვათა შორის მეორე დღეს იქ ეზო იყო სადაც ხრეტდნენ ხალხს და მეორეს გაუყვანიათ თუ რომ ერთი პარტია პატიმრები და იქ თელი ხოცვაჟლეტო და ამაში მოყოლიყვნენ ესენიც რა ერთი წელს მე განთავისუფლეს მე ერთი წელი იყვნენ ერთი წელი იყო პატიმრობაში დაუმტკიცებელი ხო ნუ ბოლო ვერ და 26-ში განთავისუფლდა და ისა ხო 24-ში დაჭერილი 25-ში განთავისუფლდა და 26-ში გაჩნდა მამა ამ ჩემი ეყოლას ხო და მოფერებით იმას ნაციხვარას ეძახდა ხოლმე რომ ზედმეტსახელად ნაციხვარაო და
ესე იგი და მერე იყო უკვე 32 წლის გაკულაკება მოყვა მერე. ეს 26 წლის მაშინ 6 წლის მერე გააკულაკეს მერე უკვე. აი, მანდ ქაქუჩას ამბავი რომ დავამთავროთ. ესე იგი, არაფერს არ ყვება ამ ურთიერთობაზე, მაგრამ იცოდნენ, ხო ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, ეგ ხო შეგნებული იყო მათი მხრიდან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, იმათ იცოდნენ, კაცო, ესენი ამათ ინფორმაცია ჰქონდათ ყველაფერი, მაგრამ ესენი შეიფარეს, იმიტომ რომ უთანაგზნეს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ არაფერს არ ყვებოდა. უბრალოდ არაფერი ესენი რომ შეიფარეს და დააპურეს და ყავდათ რაღაცა პერიოდი იქ თბილი კერაზე ამყოფეს და ეს. მაგრამ მე ამ ყველაფერს მოყოლა და ამ ყველაფერს ლაპარაკი. საერთოდ აბსოლუტურად ეს ერთადერთი არის გამჟღავნებული რაღაცა რომელიღაცის ამ სამიდან მოყოლილი ოჯახში. ისე დამთავრებული იმის მერე აბსოლუტურად და იმ გიორგის საგვარსაც არ ამბობდა პაპა. ეს სამნი ვინ იყვნენ სახელები და გვარები რო ვთქვა? ესენი იყვნენ ეს პაპა ჩემი ნიკოლოზ კიკო მარსაგიშვილი, ნიკოლაი მარსაგიშვილი, საველის პაპა იყო ცნობისთვის და ვანურო მარსაგიშვილი მისი პაპა. გიგო ერქვა, ზემოსახლად ჭერლას ეძახდნენ, სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდა და ჭერლას იმიტომ ეძახდნენ თურმე იმ კაცს რა, აგრე გაუტეხილი კაცი იყო ძალიან. სამივე ერთი წელი ჩასვეს ციხეში. სამივე ეგ ბიძაშვილები ერთი წელი და ერთ წელს მერე განთავისუფლდნენ. და ციხიდან რო გამოდის, მერე აკულაკებინ უკვე ხო პაპას? 6 წლის მერე. მერე იწყება კოლექტივიზაცია. ხო, მერე. იმ პერიოდში აღარა, მერე 31-32 წლიდან იწყება კოლექტივიზაცია და აი მაშინ ყვებიან ეგენი იმიტომ გადაასახლეს რომ ესენი კიდევ სახელმწიფო მამაძე შური იძია რა, რომ ესენი არ არიან საიმედო ხალხი და მოდი შემჩნეულები იყვნენ. ხო, მაგრამ იქაც თავის შრომით მოყვარეობით გადაირჩინეს თავი. თავისი გამჭირაში გონებით. კი. დაბრუნდნენ კი. კი. და აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და მეურნეობასაც მიყვებიან. მეურნეობასაც ხო, მაგრამ ეგ იცოდნენ, ეგ საქმე იცოდნენ, ხო, და სხვათა შორის ყველაზე მეთხანს პაპა მიცოცხლა. ყველაზე მეთხანს ისინი ცოტა ადრე გარდაიცვალნენ და პაპა ისე გარდაიცვალა 90 წლის ასაკში, რომ იმ კაცის, იმ გიორგის გვარი არ უთქვავს. არ უთქვავს იმის გამოთ, რომ შარს ერედებოდა იმ კაცს რა, არც ოჯახში, არც შვილებთან, საერთოდ აბსოლუტურად არავისთან და მე ძალიან მაინტერესებს ახლა იმ რა გვარი იყო, რომ იმის თავმავლობას მაინც ვნახავდი და რაღაცა გავიცნობდი და ასე შემდეგ, რომ რამხელა გიორგი დაარქვა, იმ კაცს სახელი დაარქვა მე მამას. გააკულაკეს ადამიანები და ათასობით ცხვარი ჩამოართვეს, ხო და სახელმწიფო მე როგორ გრძელდება აი ამათი ცხოვრება? მაგათი ცხოვრება ეხლა ის კატეგორია, ვინც გადასახლებული იყო, დაბრუნდა ისევ შრომის უნარიანი იყვნენ ასე თუ ისე და რაღაცა მოამრავლეს ისე რომ ოჯახი ერჩინათ. ხო და თვითონ ის ეხლა ეს საქმე იცოდნენ კარგად, ამიტომ ორი ცხვარიც არ რჩენოდა და სამიც უკვე იმათ იცოდნენ ეს როგორ გაემრავლებინათ და როგორ ეწარმოებინათ ეს ფერმერული ეს წარმოება. მაგრამ ბევრი სკოლის უფლებას არ აძლევდა ხო ხელისუფლება? არა, მერე გასაბჭოების მერე უკვე იყო რაღაცა დაწესებული იყო რაღაცა ჩარჩო. ამის მეტი არ უნდა ყავდეს. ხო. იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდია, კოლექტივიზაცია, თუ რაღაც არის, ეგრევე წაგართმევენ იმას. და ამიტომ ამომის ფინაგენტები და ისინი იყვნენ, ძურებოდნენ იმეებში, რა ქვია, ყველიან კასრებში და იმაში ხელებს ყოფდნენ და სამი ყველი უნდა ქონოდა თქვა და ოჯახს და მეტი არ უნდა ქონოდა და იმას მაგრამ მაინც ეს დარგი არსებობს, ხო, გაჭირვებით, მაგრამ დარგი როგორ არ არსებობს, კაცო, დარგი არსებობს, როგორ კოლმეურნეობები შეიქმნა და ის რა მეურნეობები შეიქმნა და ამ კოლმეურნეობებში გადავიდა ეს ცხვარი და მე ისევ ის ყიზლარის აძოვრები ისევ იგივე მოსულა და ამ კოლმეურნეობებში ამათ პირადი ცხვარი ვისაც ყავდა თავის საკუთარი იქაც გარეული ყავდათ იმაში შეეძლოთ რომ კოლმეურნეობის ცხვართან ერთად ეძოვათ მაგრამ იქ რაღაცა გადასახდელი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და ზაფხულობით აქ ამოდიოდა ხო კოლმეურნეობის ცხვარი 500 კილომეტრი ყაზბეგიდან ხევიდან 500 კილომეტრი იყო კასპიისპირეთამდე სადაც 500 კილომეტრს გადიოდნენ შემოდგომაზე 500 კილომეტრი გაზაფხულზე უკანის. აი ესეთი მომთაბარე ცხოვრება, იმიტომ რომ საერთოდ ეს დარგი ისეთია ეს მეცხოველეობა, რომ თან თაში მით უმეტეს. თაში აი როგორ არის ესე იგი თაბარობის ადრე ეძახდნენ თურმე ადრე თაბარობის ცხორი ყავო. თაბარობა როგორ ესე იგი უყურე ბაგაზე ზამთარში ვინც ბაგაზე ზდიდა. ხო. ისე თაში წაიყვანა
გაზაფხულზე და შემოდგომაზე ბაგაჟი ჭირდება ზამთრისაძოვარი. ზამთრისაძოვარი არ ჭირდება. ის ვერც ამრავლებს ამას, იმიტომ რომ ნუ სადღაც წაიყვანო ბევრი ცხარი და თაბარობის ცხარი არის, რომელიც აი ესეთი მომთაბარე პროცესია რა. ყიზლარში მოხევი მწყემსებისა და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობის შესახებ რო გითხრათ. ზვიად გამსახურდია, ბატონო ზვიადი იყო ჩასახლებაში. დაბა კაჩუბეიში. ის დაბა კაჩუბეი იყო კასპიისპირეთში საძოვრების ცენტრი, ესე ვთქვათ და დასახლება იყო. სადაც ეს მომსახურე პერსონალი, ვინც იქ ეს ზოოტექნიკოსები, ასე შემდეგ კოლმეროს თავმჯდომარეები, ისინი ვინც ცხოვრობდნენ, იქ სახლები ჰქონდათ მიცემული და ბიძაჩემის გერმან მარსაგიშვილის ოჯახიც და ჩემი მეგობრის ოჯახი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. ჩასახლებაში რო იყო ბატონი ზვიადი იქ. ერთ ეზოში ცხოვრობდნენ და ესე მოყოლილი აქვთ ბევრი რამე ესეთი რაღაც ესეთი ცხოვრებისეული ურთიერთობები და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა შალვა კაზალიკაშვილთან, გურა მარსაგიშვილთან, იაგო მარსაგიშვილი, ცხონებული, განათლებული. მე მგონი, მე რამდენადაც ვიცი მოხევებისგან იაგო მარსაგიშვილზე ახლო მეგობარი არ ყოლია. იაგოც გარდაცვლილი არის. ძალიან ესეთი ბევრი ნიუანსები მიყვებიან ხოლმე რა, რომ არის ესეთი ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან. წერან შალვაც ვახსენე კაზალიკაშვილი ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და ზვიადს იქიდან გამოხდა მოხევებთან მეგობრობა და ახლო მეგობრობა. ენდობოდა ბოლომდე და დარწმუნდა რომ ის ხალხი იყო, ვისთანაც შეიძლებოდა თავისუფალი და გახსნილი ყოფილიყო. და ის მეგობრობა მერე გაგრძელდა და ისე გაგრძელდა რომ მერე პრეზიდენტი ბატონი ზვიადი პრეზიდენტი იყო თავისუფალ დროს თუ რაც იყო ხევში ჩამოდიოდა სხვაგან არ სადარდადიოდა აგრძობდა ყველაზე კომფორტულად თავს და ის მეგობრები აქ ხვდებოდნენ ხოლმე ის ბატონი შალვაც, გურამიც და იაგო კი აღარ იყო ცოცხალი და კიდე არის რამდენიმე ადამიანი რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და იქ გრძელდებოდა მაგათი შეხვედრები, საღამოები და ასე შემდეგ. ასე რომ ვთქვათ, ძალიან კომფორტულად გრძნობდა ხევში თავს ზვიად გამსახურდია. ვაგრძელებთ საუბარს მეცხვარეობის დარგზე ხევში და ეხლა ჩვენ საუბრობთ ბატონ გენადი მარსაგიშვილთან. გენადი მარსაგიშვილი არის უკვე 80 წლის და 91-ის, ხო და აწლეულები გატარებული აქვს მაგ დარგში. თვითონ მისი მამაც ცნობილი სარქალი იყო, ცნობილი წყემსი, რომელიც გააკულაკეს ბოლშევიკებმა კარგი დღე არ აწიეს და თვითონ მისი ოჯახს და მას პირადად ბევრი რამე კარგად ახსოვს და გვეტყვის და მოგვიყვება იმ წლებს, იმ პროცესს როგორ იყო და რანაირად იყო და ბატონი გენადი უფრო კარგად ჩამოგვიყალიბებს აქ თემას. კი ბატონო. ნუ მე ახლა ამ ცხოვრება შემსწრალი არა ვარ, იმიტომ რომ მე 1944 წელს დავიბადე, მაგრამ ნუ მე ვიცი მამა ჩემის გიმთა და ჩემი უფროსი ხალხის გადმოცემით რა ხდებოდა და როგორ იყო და როგორ ცხოვრობდნენ. რანაირად ცხოვრობდნენ, რა გაჭირვება ჰქონდა, რა დალხინება ჰქონდა, ეს ყველაფერი აი გადმოცემით ვიცი. ხო. ეხლა ეს ჩვენი პატარა სოფელი, დღესა პატარა თორემ მაშინ არ იყო პატარა სოფელი, სადღაც 80-90 კომლის ცხოვრობდა სოფელ კარკუჩაში. ორადვარი კაცი ყოფილიყო, რომლებიც ზარმაცები იყვნენ და უქნარები და არაფერი არ გააჩნდა. დანარჩენები ყველანი კარგად ცხოვრობდნენ, დიდრად ცხოვრობდნენ, არც ერთ ოჯახს არ უჭირდა. ცხარი ყავდა ბევრი, ცხოვრება იყო. მე ამაყა შემიძლია ვთქვა და ვერავინ ვერ დამცინოს, ხვარი და მეცხვარეობა და შრომა არის ჩვენი სოფლიდან კარკუჩიდან წამოსული. ჩვენ სოფელში ცხოვრება დუღდა. ხვარი ყავდა აუარება. მე მამა ჩემისგან თვითი როცა შემოდგომაზე ხო ითვლებოდა როცა საზამთრო საზოვროზე გადაყავდა ხვარი და აჯამებდნენ და ბოლო წელს სანამ გააკულაკებდნენ
და გაითვალა ცხარი დაჯამდა და 58000 სული გამოვიდა აი ამ პატარა სოფლიდან. ეს იყო მთელი კერძობისი ხალხისი. ნუ ახლა სულ ყველა ცხარში არ დადიოდა. მის დადიოდა ცხარში ახლა სხვების ის ყავდა. ზოგს 200, ზოგს 500, ზოგს და აყოლებდნენ ანაბარსა რა. ხო და უნახავდნენ, უხდიდნენ ამ ცხრის გადასახადს ამ მეცხვარეებს. ხო. ნუ ახლა მამაჩემს ახლა მე პატარა 13 წლის ცხარში წამიყვანეს. ხო და მამაჩემ და მე როგორც მეგობრები ეგრე ვიყავით და მიყვებოდა ამ ისტორიებს ყველაფერსა და ნუ ვისყავდა ბევრი ცხარი, ვისყავდა ცოტა ცხარი, ვისოდი. მეთქი ვისყავდა სულ ყველაზე ბევრი ცხარი და სულ ყველაზე ბევრი ცხარიო მარსაგიშვილი კიკვას ყავდაო. ეს მარსაგიშვილი კიკვა იყო ვაჟკას პაპა. რამდენი მეთქი ყავდა და 5000. 5000 სული ცხარი ყავდა. ნუ ახლა ამას თავისი ყავდა და ახლა მის ძმაძმის სულებში კიდე თავისი ყავდა, იმათ რამდენი ყოლება და არ ვიცი. ნუ ზოგსა 4000 ყავდა, ზოგს 3000-ო. მე ვთქვა თქვენ რამდენი მეთქი ყავდათ? ნუ ორი ძმანი იყვნენ. ჩვენო ახალგაზრდები ვიყავითო და ჯერ ვერ ვიყავით ისე მოღონიარებულებიო. 2000 ქოითაო არ ყვანიაო და ღარიბად ვითვლებოდით. 2000 სული ცხარი ვყავდა ღარიბი. იმ გაკულაკებას წინათ შემოდგომაზე სახლი ვიყიდოთ აქ ვლადიკავკაზში და 300 სული ცხარი ჩაუყვანეს და მისცეს ამ ცხრის 18 ოთახი ორსართულიანი მაშინდელი ბაღით, კანალიზაციით და ყველაფრით. არც ერთი არ იყო ვისაც კი ცხარი ყავდა. არც ერთი არ იყო კარკუჩელო იმ ან თბილისში არ ქონდა ბინა ნაკიდი. ან აქ ვლადიკავკაზში და ვლადიკავკაზში იმიტომ აწვებოდნენ, აქ ახლო იყო 50 კილომეტრი ყო, გასაყიდი ყავდა თუ საყიდელი რამე იყო, გადადიოდნენ და ყველაფერს აქ ვაჭრობდნენ და აქვე ყიდიდნენ ყველაფერს. ამის გულისში ვისაც უნდა და სურვილი ქონდა თბილისში ყიდულობდნენ ბინებსა და ბინებს როგორ ბინებსა რომ თითო კვარტალი რო ქონდა ქუჩაზე რო თელი ქუჩა ქონდა ნაკიდი. აი ესეთი სახლები ქონდა ნაკიდები და ქონდა შემოსავალი, ცხარი ყავდა და ცხარს კიდე ბარაკა ქონდა. ხო. და ესეთი ცხოვრება ქონდა. ეხლა სოფელში რო ცხოვრობდნენ, ეხლა მაშინ ესეთი ცხოვრება სად იყო დღეს რო ცხოვრება არის, სახლები და რაღაცები, მიწური სახლების იყო. მე მახსოვს ამისი პაპასაც კარგად ვიცნობდი. და ცოტა სოფლში კი ცხოვრობდნენ ესე. ეს მდინარე კიდან ჩამოდის ახლა სნოსწყალსურის და ამათი სახლის აი სახლის გვერდში გამოდიოდა მდინარე. ერთი სახლი ქონდა ჟეში დახურილი იყო აი მდინარის პირას. მეორე ესე მთის მხარესა კრამჭი დახურილი კალდურიანი სახლი. დიდი ეზოკარი ქონდა, დიდი შემოღობილი სათიბივისა და მთელი ამბავი და უკვე აი მოხუცებული რო იყო კიკო პაპა იქიდან გავდიოდით რაღაცაზე ან დასაპატიჟებლად გოგზავნიდან სოფელში რაღაცა რო იქნებოდა რაღაცა ვისწრებდით საუბრით რამე ყველაფერს ამ კაცს. ხო 18 კაცი იყო აი ეს სარქალი ხაზეინებს ეძახოდნენ 18 კაცი რომელიც გააკულაკეს და დატოვეს აი ესეთ ცარიელ გარიელები არაფერი ვერ დაუტოვეს არაფერი რა ეს 18 ესე იგი 18 ოჯახი რომ შეერი დატოვეს და აი კარკუჩის ბარაკით და ცხვრითა წარმოუშვა კოლმეურნეობები აქ კოლმეურნეობები წარმოუშვა რაიონში აი და მე ვისაც უჭირდა იმ თავისუფლად სამორთმეულ ცხარში წყემსად იყო და წყემსობდა. მე ახლა კომუნისტების დროსაც ამოიწია ხალხმა, ამოისუნთქა ცხარი შეიყარა რა მთელი ამბავი და ახლა ყიზლარში გადავყიზლა, ჯერ ყიზლარში ვერ გადადიოდნენ ყიზლარიდან თრესაძევრებზე. ეს ჩვენი თერგი იქ ჩადის და კასპიის ზღვას უერთდება ყიზლარი ქალაქია, აი როგორც რუსთავი და გორია მაგხელა ქალაქი არის და იმიტომ ეძახიან ყიზლარის დროს საძოვრებსა. იქ ჩადიოდნენ აი სადაც ბოლოს კომუნისტებმა ადგილები ხო მისცეს და იქ გადადიოდა ცხარი, იქ კი არ დადიოდნენ ეს ჩვენები. დადიოდნენ აი ყიზლარის ახლომახლო სოფლებში ზღვის პირას ზამთრობდნენ. ჩადიოდნენ საბჭოები იყო თურმე, აი საბჭოებიდან გამოქონდა ადგილები და სულადობაზე რამდენი სულის ყავდა იმაზე 15-20 კაპიკი, აი ეს იყო ერთი სულის ცხარი. ამასაც აკეთებდა ისევ მარსაგიშვილი იყო სერგა ერქვა, ეს სერგა იყო იქ მივლინებული. ეს იყო ამ ადგილების გამომტანი და მე ეს უნაწილებდა ამ ადგილებსა და ეს მეცხვარეები კიდე იხდიდნენ იმას ზიმლიანკებში ცხოვრობდნენ. ეხლა ეს ჩვენი ცხარი არის მაწანწალე, ჩვენი ქართული ჯიშის ცხარი არის მაწანწალე ცხარი. აი ღამე როგორ დგინა გამძღარი იყოს ეს ჩვენი ცხარი თუ აი იმას არ ყარავულობ და გარშემო არ ვული ის აუცილებლად გაიშლება და წავა. და დღე თუ წინ არ უდგას წყებში ჩვენ ხვარს ჩვენ ჯიშის ხვარს დღე შეიძლება 50 კილომეტრი გაიარას აი ახლა მირინოსი როა ეს რუსული ჯიშის ხვარი იმას წინ არავინ არ უდგება შეიძლება 1 კილომეტრი გავიარას და მეორე ბინასთან ვაუ მთელი დღე ვარ მაგრამ ჩვენი ხვარი ესეთი მატანწალას ის არის ჯიშის ხვარი
და აი ყარაულების დროს როცა ყარაულობდნენ ირიგებდნენ ახლა რამდენი კაცი იყო საათებს იყოფდნენ და ირიგებდნენ და თან კიდე ამ ზიმიანკებს ცხრიდნენ ყარაულობის დროს ხო აი რომლის რიგიც იყო ყარაულობა იმას ლაფატკაში და ცხრიდნენ და ზიმიანკას ამოიღებდნენ ხო ამ ზემლიანკაში კი არ ცხოვრობდნენ ეს მაცხოვრები თევას ეძახიან ცხვრის გვერდზე უნდა წვალულიყვნენ იქ რაღაც პატარა საწვა იმას გააკეთებდნენ ერწყმისასა პატარა ქოხივით იქ ეძინა და ძაღლები ყავდა ძაღლი კიდე აბა ძაღლის გარეშე მეცხვარი ვერ იქნებოდა და ცხვარი აი ეგრე ცხოვრობდნენ მე აი შიშვალა მინორზე აშენებდნენ ფარეხებს და ცხვარს კიდე იქ ინახავდნენ იქ ყავდა ბაკებს აკეთებდნენ ლერწმის ბაკებსა ეძახდნენ სასთლო ადგილები შემოდგომასა ჩვენ ადრინდელი ხალხი თელს ეძახოდნენ ხო და ბაკებს გააკეთებდნენ ვიწრო ბაკები რო ქარიაში არ ყოფილიყო რა ვიწრო გრძელი ბაკები და დედალის ცხვარი იქ იყო დოლამდე სანამ დოლი მარტში იყო დოლი სანამდე დოლი არ დაიწყებოდა მე მივიდოდა ფარეხში ეს ზაფხულის ბატკანის შემოდგომაზე თოხზე ეძახოდნენ ეს წავიდოდა სასთლო ბაკებში გადავიდოდა დედალის ცხვარი მოვიდოდა ფარეხში და იქ ადოლებდნენ და დოლის შემდეგ მე აიყრებოდნენ წამოვიდოდნენ და გზავრობა ისევ აქედანაც იქიდანაც ხო ამ გზაზე გაჭირება ქონდა მამა ჩემს გინც ვიცი ეს ჩეჩნები დეგენი არაფერი არ იყო კაზაკები იყვნენ კაზაკები იმასაც საბაჟოსაც გოხდევინებდნო ხო და იარაღითა და ყაჩაღობდნენ რა ძალიან მაგრა შეწუხებულები იყვნენ ამით ხო ეხლა რაც თავარი იყო პირველის დამავიწყდა პირველად ეს თერგზე იქ ეს ჩვენ თერგი ჩაძირდა ნუ იქ უკვე დიდია მთელი კავკასიის წყლები იქ იმას ვერტება და ხიდები არ ყოფილიყო და ბორნები სარგებლობდნენ ეს რუსები გადადიოდნენ გადმოდიოდნენ სოფელში და ეს ჩვენებური აქ სოფელში ორი გვარი ვართ ყამარული და მარსაგიშვილი და იმას ლევონ ყამარული ყოფილიყო იმას ბორანი დაექირავა და ხალხი და მეორე თერგის მეორე მხარეზე გადავიდა იქ კარგი ადგილები და კარგი ბალახი ყოფილიყო და ეხლა ის რომ გადავიდა სხვები რა თოცხებს ხარ ყონობდნენ ეს ხემას მიუგესწორდა და გადავიდნენ და მეორე წლები გადიოდა ჩაიწია და ჩავიდნენ ყიზლარში და ყიზლარის ახლო მახლო სოფლებში იქ ზამთრობდნენ და იქ ინახავდნენ ცხვარს ხო აი ეგეთი პირველები ესე იგი პირველები არიან გასულები ჩვენი კარკუჩლები ხო გეუბნები ცხოვრება დუღდა ამოდენი ცხვარი რო იყო და შრომა და ცხვარი და ცხვრის წყემსობი იქიდან აწამოსული მაგრამ მარტო იქ კი არ იყო ცხვარი მამა ჩემს გინც ვიცი ჩვენთანავ მასიურად იყო ცხვარი სოფელში და სხვა სოფლებში აი უბანში ერთთან ორ კომს ყავდა ცხვარი და ნუ ჩამომთვლი და თვითონ იმას სოფლებში იმათ გვარის იმათ ყავდა ცხვარი და ჩვენ სოფელში კიდევ იყო რა თქვია მასიურად და პირველად კიდე ეს კარკუჩლები ეს ყამარაულები და მარსაგიშვილები არიან გასულები ყიზლარის ზამთრის საძოვრებს აი ეგეთი ისტორია ჩვენი სოფლისიდან ეხლა ბა ჩვენი სოფელი თუ მაშინ 90 კომლი იყო დღეს 10 თუ 12 კომლი გაცხოვრებს ესაც პირობა შეექმნა სოფელს ეგეთი თოვლის ზვავები გამოდიოდა ჩემს მეხსიერებაში სამჯერ გამოდიოდა ერთხელ 5 კაცი მოკლა ერთხელ 7 ადამიანი მოკლა ერთხელ კიდე ერთი ქალი მოკლა შვილი გადაურჩა თავად გარდაიცვალა საწყალი მერე გაზაფხულზე წყალდიდობა იყო დიდი წყალი სახლებში გვევარდებოდა და იმის გულისთი ავიყარი იმ გამოსახდი ზოგი არშაში დასახლდა ზოგი აქ დასახლდა ზოგი ყაზბეგში დასახლდა ზოგი სადაც ზოგი თბილისში წავიდა ზოგი ვლადიკავკაზში გადასახლდა და აი ესე დავიქსაქცენი და დავიფანტენით ეს სოფელი მაგრამ ნუ ჭირიათული ხინია მაინც ერთად ვართ და ერთია ჩვენი სოფელი ერთი საფლავი გოგდა ერთად ვართ ყოველთვის ხო აი ეგეთი მდგომარეობა ჩვენი სოფლისთავს ეგრე იყო გენადი ბიძავ იქ მაშინდელ პერიოდში მე 70-იან წლებში ზვიად გამსახურდია იყო ჩასახლებაში იყო და ძალიან ისეთი კარგი ურთიერთობა და ძალიან ისეთი ჭიდრო მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა იქ და შენც კი ბატონო გეხვით ამის ხარ მეგონი და ვიცნობდი პირადად და მე დროულად მუშაობდი და აქ რო ჩამოყალიბდა საკომშენი და საკომოპობის მეურნეობა ხო და საკომოპობის მეურნეობაში და იქ თივამზადებოდა რამე და იქ მე დამაზადებაში იყო მიმაგრებული და ეს გამსახურდია იყო ჩასახლებული და მე ახლა არ ვიცნობდი ახლა ვიცოდი ვინც იყო მაგრამ ცნობით არ ვიცნობდი ეხლა ერთი დიდი ეზო იყო და ეს სოფლის მეურნეობის სამართლოს ხალხი სულ იმ ეზოში ცხოვრობდნენ
მეტი ჩვენებურები მარსაგიშვილები იყვნენ საპასუხისმგებლო საქმეზე სულ ჩვენი მარსაგიშვილები იყვნენ საკავშირის დირექტორი ჩემ ბიზაშვილი იყო გურამ მარსაგიშვილი აგარ იქ ცხოვრობს ეს სახლი რო ეხ მანდან სოფტექნიკის დირექტორი რეზო მარსაგიშვილი მთავარი ვეტექიმი გერმან მარსაგიშვილი საავადმყოფოს მთავარი ექიმი შურა მარსაგიშვილი ხო იაგო იყო მარსაგიშვილი აი გაზის ბალონები და ებარა იმის უფროსი იყო გამსახურდია იმის გარდა არავის არ ენდობოდა საჭმელის აი მათ გარდა იმათ ოჯახის გარდა სხვა საჭმელს არ ჭამდა ისეთი ნდობა ჰქონდა და ესეთი მეგობრობა ჰქონდა ამასო მე გავიცანი დოგოვალეს ჩვენა რომ აი აქ მოხეების გინთავო და საქონელი საქონელო შეესკიდათო და იქვე იყო ბოინი და იქ მივედით და რომ სტვირთავდით ამ საქონელსა გამოვიდა კულტურულად ჩაცმული ეხლა იქა საასფალტი და რამე არ იყო ტალახი და ტალახიანი ქუჩები იყო რეზინის ჩექმები მაგრა დარეცხილი ხევარი კურტკაში ძალიან და გები სვანური ქუდით რამე და მოგასალმა და ბიჭებო მამის სახლში რო არ მიდიოდიო მეც მოგეხმარებოდითო დაწურთვასო მამის სახლი ახლა რაზე გითხრა ეს ხო ჩასახლებული იყო და მილიციაში ყოველ დილს ხელს აწერდა და იქ მიდიოდა რა ეს კაცი და იმაში გავიცე ყოველს ხელი ჩამოგორფერემი ხელი ჩამორფერემი და მერეც ხვდებოდით ბინებში დადიოდა მინორში მეცხვარეებთან ერთად სამართლოს ხალხი ხო დადიოდა მოწმედნენ ბინებში მიდიოდა მდგომარეობა როგორ იყო რა იყო და ისაც დახვდებოდა თანად ნუ გაიცნა მე მეცხვარეები ჩვენი იმიტომ უყვარდა აქაურობა მაგალითად კაზალიკაშვილი შალიკო იყო ძალიან პურმარელიანი კაცი იმასთან დამეგობრდა და ის გაუშვა მე იქ ყიზლარის სამტრისადობრივ სამართლოს უფროსა და ის დანიშნა იქა ხო და ამის გულის იყო შვებილებაში იყო ერთად მე მახსოვს ჩამოსული და აქ გაატარა შვებილება გამსახურდიემ თავის შვილით იყო ჩამოსული აქ ინტურცებში ცხოვრობდა და აქ იყო აქ ცხოვრობდა ერთი თვე იყო რაღაცა ჩამოსული იმიტომ უყვარდა და ჩვენს ხალხსაც უყვარდა დიდ პატივცემდა ჩვენი ხალხი გადასახლებაში რო იყო საწყალი და მე რო იქ ჩადიოდა ჩვენი ხალხი და ნახულობდნენ და მე ეს საწყალი რო გარდაიცვალა თუ მოკლეს რა ვიცი რა იყო და როგორ იყო რო ამოასვენეს თავის მოოჯახმა აქ ზამთარი იყო ცუდი ამინდი ხო სუფრები დაახვედრეს აქ ტელევიზიაშიც იყო სუფრები დაახვედრეს შენდობა უთხრეს რამე ყველაფერი ტიროდნენ ქალები ეგრე ტიროდნენ რა ვიცი მე ძალიან დიდ პატივცემდნენ ჩვენს რაიონში გამსახურდიას დიდ პატივცემდნენ დიდი უყვარდა ჩვენს ხალხს ხო და ჩვენს ხალხთან იყო ერთ-ერთი ცხოვრობდნენ და მოხევებთან თუ მოხევები იყვნენ იქა და სულეცენი იყვნენ იმათთან ერთად ცხოვრობდა და თანაცხოვრება ჰქონდა იმათთან თავის შვილით იყო ეს ბავშვები იქ დაიზარდნენ ცოტნესა და ის მეორეც თავიდანვე ძირითადად უფრო მეტი და მეტი პრობლემები უფრო კაზაკებთან და კაზაკებთან იმიტომ რომ მეც გამიგია რომ ვერ კაცო ამ ჩეჩნებსა და ინგუშებსაო კაცო იქ ზოგ ნაცნობობა იყო ზოგარა წესი ადათი კავკასიური დაელაპარაკებოდა მაგრამ ამათ ვერაფერს ვერაგებინებდნენ სამეგობრო ყავდნენ ხალხი თუნობდნენ ეხლა აი აქედან რომ მიდიოდნენ სოფლებია სამი სოფელია საიდან ტრასა სადაც ხურის ტრასა იყო რაზეც ხوارი გადიოდა აჩალუკებს ეძახიან სამი სოფელია ვერხნი აჩალუკი სრედნი აჩალუკი და ნიჟნი აჩალუკი აი ამაზე ზეთ სოფლებზე გადიოდა ხوارი მე არის კიდე ვაზნისენოსკას ეძახიან იმაზე გადადიო გორებზე მე იქიდან ისორსკას ეძახიან დიდი სტანიცებს ეძახიან საქართველოს აშენებული ხიდებია იქ დარჩა ორი დიდი ხიდი რაზეც გადიოდა და ეს ფარები რაზეც გადიოდნენ და ითვლებოდა ხوارი ეგ უკვე კომუნისტების დროს გეუბნებით რა უკვე მაგას ეგ ხიდები რო აშენდა და იმაზე ადრე აი კაზაკების ამბავი იყო და მაშინ აი გროზნის ტერიტორიებზე გროზნის კრიახებს ეძახიან ნუ მთებია რა ხო და იქ ზამთრობდნენ ერთხელ მე გროზნოში დავსვი ერთი მოლა იყო რა მოლა მაგათი და ამ პერალზე რო გადავედი იქ სოფელია ბრაგუნებს ეძახიან ბრაგუნი და თერგი ზედიმაზე გადის თერგის პირზე თევზი ცხოვრობდა ხალხი ასეთ რნა იყო სავსე რა მეც გამომოტანა იმ კაცმა საქმე მივიყვანე მაშინ მითხრა ამ კაცმა რომ აქაო თქვენიო ვაში ბელიკი პისატელო ალექსანდრე კაზბეგიმაო ერთი ზამთარიო აექი ზამთრიანო ვაკატარო ვაკატ ეს ჩვენი ალექსანდრე კაზბეგი ხო ხوارში მაგის გულით წავიდა რომ გეგა თუ როგორ ცხოვრობდა ეს გლეხი ხალხი რანაირად ცხოვრობდა და თან სწერდა და თანგი და იქ იყო და ხوارში დადიოდა კაცი ჩვეულებრივად ეს ამ ხელა კაცი ხო და
მე როცა გაღმა გავიდნენ და ჩავიდნენ მე იქ და იყიგარიძემ პრესაზორებზე და მე კომუნისტები რო შემოვიდნენ მე საქართველოს გადასცეს 600,000 გექტარი ქონდა საქართველოს ხო და 5 რაიონი ზამთრობდა იქ 5 რაიონის ცხოვრები გადადიოდა ყაზბეგის რაიონი დუშეთის რაიონი თიანეთი ლენინგორი და ის ჯავა ისინი ზამთრობდნენ მე იქ და იქ დანომრილი ყო ადგილები დანომრილი ადგილები ყო 6 კილომეტრი სიგრძე ქონდა 4 სიგანე და იქ ზამთრობდნენ მე უკვე კომუნისტების დროს უკვე სახლებიც ააშენეს ფარახების კარგები ააშენეს თივას უმზადდებოდა რამე ეხლა როცა კერძობა იყო მაშინ სათქონ და იქ ვინ დაუმზადებდა იმათ თივას არაფერი ბალახის მედით იყვნენ ბალახის ტიპებობდნენ სხვა მარტო ხო და კომუნისტების დროს უკვე მათ უფრო კულტურული ცხოვრება შეიტანეს მას ცხოვრებაში ხო გააღარიბეს ეს ხალხი და მიწასთან გაასწორეს მაგრამ კომუნისტების დროსაც მე ისევ შეიყარა ცხვარი კოლმეურობასაც ბევრი ცხვარი ყავდა და კერძო ცხვარი ბევრი იყო თითქმის 2 და 3 იყო რა მე მახსოვს ერთი პერიოდი ადგილობრივი აი სნოველი კაცი იყო ვალერიან პირანიშვილი შემოდგომა და ცხვარში არ მიდია ცხვარში რომ ბევრი იყო ცხვარი და არ უშვებდნენ და მოვიდა თან დეიდა ყავდა იქ გათხოვილი და ნუ იქ ჩნობდა ჩვენი ხალხი და ერთი ყამარული კაცი იყო კოტე ერქვა აი ეს რე მიმართავდნენ აი ვორცა ეხლა ჩვენ ლაპარაკობთ ვალიკო ვერ წავალფო ვერ გავრეკდო ცხვარი სახში დოქჩებაო უსმინა და მეო ჩემს თავზე ვიღებო და ვისაც რამდენი ყავთო გაირეკეთ და წადითო მე ვიღებო ჩემს თავზე და ისორი ხიდეს მე გაგაცილებთ იმ დათვლაში მე ვიქნები ხო და წავიდა ხალხმა გარეკა და აზამთრეს ეგრე ცხვარი მე აი სახლები აშენდა რა ვიცი სოკოებით ამოდიოდა სახლები რა ხო ეგეთი მდგომარეობა იქ კიდე აი ამათი ბიძა იყო სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი მიშა გელაშვილი წლების მანძილზე ალბათ ერთი 15 წელი მაინც იყო როცა ჩამოყალიბდა კომუნისტების დროს სამმართველო იქა იქ და დიდი ავტორიტეტი სარგებლობდა იქ ძალიან როგორც იმათთან დაღესტნელებთან ისე საქართველოს ქართველებს 5 რაიონის ზამთრობდა იქა და ყველანაირად დიდ პატივს იმსახურებდა ეს კაცი მოსული კაცი იყო შეხედოთ ანგელოზის ესეთი კაცი იყო რა თავის თორშვილი დრემესშვილი იქ იყო ჩასახლებული იქ ცხოვრობდნენ აი ეგეთი მდგომარეობა იყო და აი დანარჩენი აი შემახსენეთ თუ რამე კიდე ვერაფერი და რამე მითხარი და გაგცემ თვალსურს მანდ თვითონ იმაში ყიზლარის აი ხა ტრასებზე რომ მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხოლმე იქ მე უფრო ჩამოუყალიბდათ ხო ეს მეგობრული ურთიერთობები და იქ რაღაცას ზოგს იჯარით იღებდნენ რაღაცა ფულს საძოვარზე იმაზე მაგრამ მაინც უფრო ისეთი მე გამიგია რომ აი უფრო ინგუშებთან უფრო ისეთი ინგუშებთან უფრო მეგობრობდნენ მის გულში რომ ინგუშებზე ძირითადად ინგუშებზე გადიოდა ეს ბარები მე ნუ პატარა მონოკეთი იყო ჩეჩნების ადგილზე არა აღარც პატარა მონოკეთი იყო რომ იქ მშვიდობა იყო უკვე თერგის გაღმა რო გადადიოდნენ იქ მშვიდობა კი ცოტა მჭკვიანი ხალხი იყო ჩეჩნების შედარებით ინგუშებთან და ინგუშებთან კიდე მეგობრული კავშირი ჰქონდა ჩვენს ხალხსა და პურითა და მარილეთა ისინიც მოდიოდნენ აქ ჩვენებიც მიდიოდნენ იმათთან და მეგობრობდნენ ხო მე კიდე ამ ცხრის ტრასაზე თავისი გამოყოფილი ტრასა იყო ხალ ასფალტიდან არ მიდიოდა ტრასა იყო და იმ ტრასით მიდიოდნენ და იქ ყარაულები ყავდა იქ ტოჩკები იყო პირველი ტოჩკა მეორე ტოჩკა მესამე ტოჩკა ეგრე და მე ის იყო სამმართველო იყო ესეთი მისი მილიციის სამმართველო და ისინი იყვნენ მიმაგრებულები გადარეკვა გადმარეკვის ქართველები ხო და ხის ფიცრული სახლები ჰქონდა იმაში ცხოვრობდნენ სანამ გაიკერფებოდა აქედან მაგრამ იქიდან სანამ ბოლო ფარ არ გამოდო შვილი იყვნენ და მოტოციკლეტები ხავდნენ და მოტოციკლეტებით მიხვებდნენ მე სხვაებთან ერთად ღამე რჩებოდნენ და სხვაებთან ერთად ათებდნენ კიდევაც ხო და იცავდნენ დაცულები იყვნენ უკვე გენადი ბიძა რამდენად შეიძლებოდა შენი აზრით რო დაიშალა საბჭოთა კავშირი რო დაიშალა ეს მიწები რაზეც ახლა რო თქვი რომ ეს საქართველოს იურისდიქციაში ტრასა ხო ტრასა რამდენად იყო შესაძლებელი რომ აი მერე თქვათ სახელმწიფოს ისე მოეგვარებინა ეგ საქმე რომ ეგ ზამთრის საძოვრები დაეტოვებინათ ან თანხის გადახდის სანაცვლოდ ან
რაღაც მექანიზმებით, რომ ეგ ტრასა ისევ, რომ ეს ცხარია, ესე უპრაგონოდ აღარ დაფანტული. ეხლა მე გეტყვით. შენარჩუნებულიყო ის დოვლათი. ეხლა მე გეტყვით. ეხლა როცა ეს აირია და დაირიას ქვეყანა და დაიშალა საბჭოთა კავშირი, სულყელამ თავის ეს ჩვენი ადგილია, წავიდა ყაჩაღობა. დაღესტანმა ესე უთხრა. ეხლა ეს ადგილები როგორ მოხდა მოსკოვ, მაგათ კი არ გეტყვი მოსკოვიც იყო. აი ეხლა როგორ ჩვენ ყიზლარი ქონდა, ოსებს ქონდა ჩეჩნების ადგილი და გზამთრობდნენ ეგენი. მაგათ მე ერთი არ ყავდა, ცოტა ყავდა. ხო და დაღესტანმა ესე უთხრა, მოსკოვთან კი არა, ჩვენთან დადევით ხელშეკრულებოდა იყავით და იზამთრთაკაო. ეს ადგილები უპატრონო და დაფშალი ახლა. არავინ აღარ არის იქ. აი როგორც აქ განადგურდა ცხარი და არენდამ შეჭამა, ეგრე იმათანა. ბოლოს ცხენებზე იყვნენ გასა, ცხენებზე მოსწეს. აღარ ცხენები ხო, შეჭამეს ცხენები გაკიდა სულ. ხო. მოდით ჩვენთან დადევით ხელშეკრულება, მაგრამ ეს გადმასარეკი ტრასა უკვე სალაპარაკოდ იყო გამختარი, ყაჩაღობა იყო. ჩვენი ადგილებია, ოსები ცალკე ყაჩაღობდნენ, ინგუშები ცალკე ყაჩაღობდნენ, ჩეჩნები ცალკე ყაჩაღობდნენ, იმათი ადგილები იყო და ეს ჭირდათ, რომ ეხლა ბაქოზე ძალიან ძნელი იყო მატარებლით, რამდენიმე სუტკა უნდა და ცხარი კიდევ შეერი ვერძელებს. დიდხანს ვერძელებს ცხარი შეერი. მაგის გულისთვის მაგაზეცა იქიდან ბოლო წელი იყო, რომ ბაქოზე მოვიდა ესე ბაქოთ მოვრეკეს ვაგონები და იქაც ყაჩაღობა იყო. ესე იგი მატარებელს აჩერებდნენ, ნიუბოი მიწა სადაც უნდა გააჩერებდნენ და დააყაჩაღებდნენ, წართმებდნენ. რამდენს მესულსად მერე გაუშვა, აუნთებდნენ მატარებელს წითელსა გაჩერდებოდა. სპეციალურად დაკეთებდნენ ამას. ვისაც შეეძლო დაქირავება მილიციის და მილიცია კი არა ჯარს ქირავდნენ და იარაღიანები ისინი კი, მაგრამ ვისაც არა აი ეგრე აყაჩაღებდნენ და ეს ჩვენი ყოჩაღები იყვნენ, ჩვენება იფროვი ყოჩაღეს, იმედან მახაჩკალიდან სამხედროებს ქირავდნენ იარაღიანებსა და ჩამოხვდნენ, მაგრამ ეს დანარჩენები გააცოდნენ, გაუბედურეს, რა ვიცი, ეს ლენინგორი და ეს თიანეთი და დუშეთი. ართმევდნენ თითქმის თითო ვაგონიდან 50 და 60 ცხარი მიყავდა. აი ეგეთი მდგომარეობა იყო და მაგის გულისთვის აღარ წავიდნენ რა. აღარ შეიძლებოდა. მაშინ უნდა ყოფილიყო ხელშეკრულება, რომ დაცვა ყანყო მატარებელსა და იმ მატარებელს ისე გადასულიყო. მაგალითად დაღესტანი მატარებლით გადაჰყავდა და გამოჰყავდა დაღესტანს თავისი ცხარი. ჩვენ კიდე ფეხით მე რეკებოდნენ და ეგრე იყო. ეგეთი მდგომარეობა იყო. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ძალიან კმაყოფილები ვარ და იმიტომ რომ თვითონ საზოგადოება ცოტა მოკლებულია ამ თემაზე ინფორმაციას, რომ ეს ცხარი რა დოვლათი იყო, როგორ ცხოვრობდა ხალხი, როგორ ადრე, როგორ შემდეგი პერიოდი საბჭოთა პერიოდში და თქვენ ძალიან ამომწურავად უკვე საზოგადოება უკვე თქვენი საშუალებით ეხლა ვეკითხებოდი საჭმელს რა სჭამდით. ხორცი იყო და ნარჩენი არაფერი. გალუშკას თურმე ზახონე რა იყო, მე ესე გალუშკა არ მინახავს. ქირისას მოზილავდნენ რაღაცა და გალუშკა. და ხორთან ერთად მოსხარშავდნენ ის იყო მათი საჭმელი. ხო და მე ეხლა მეოთხარ კაცო ზღვასთან ერთად მე კიკავდა. თევსაც ყიდულობდით. თევსაც ყიდულობდით და თევსაც ვჭამდით. ასეტრინას. ასეტრინება? ხო, იმ დღეს მოგეკავ შენა. ეხლა თუ გაინტერესებს. რუსემო გამოატარესო ურმითაო თევზიო. ურემი უღელში შებმული ხარებიო და. ემ თევსაო უღელზე ხონდა თავი დადებულიო და. ურმის ბოლოს მიწაზე კუც მიათრევდა იმ ხელა ორმაკას მან როგორ დაუჯეს. მოიდნენ რომ წყალი მოგთხოვს, წყალი დავალევინეთო და. ნუ უთხარითო ერთმანეთს რომ მაიტო ვიყიდათო რა. 30 კაპიკი კილო მაშინდელი ფული. ხო ახლა იქ ვერას წონიდნენ, სოფელში გავყევითო, ავიწონეთ ეს ყველაფერი იმათვე გვასწავლეს, რომ დავშტერითო ბოჭკებით მოგცეთო, დავამარილეთ რა იმედო თელი ზამთარი ასეტრინით გაიკვეთნენ, თელი ზამთარი ასეტრინით ჩემე დილით ასეტრინით, შორტკიცო ასეტრინით, საღამოზე ასეტრინით, მე სხვაში რომ მიდიოდა ის კიდე საგზავნოდ ასეტრინები ქონდა მას. გასაფხულზე დასუქებულები მოვედი საყში ასეტრინით გავიკვებიან თელი ზამთარი. მას ეგრე იყო. დიდი მადლობა. გენადი ბიძაო. მადლობა თქვენ მოკითხისთვის.